ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ლილი ანწუხელიძემ პირადად ვიღაცას რაღაცა მოთხოვა. Khali ფაქტია მოკვდა გზაში. ამ სახლში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი გიორგი ანწუხელიძე ცხოვრობდა. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გიორგი ანწუხელიძის დედასა და მამიდას სტიქიისგან დაზიანებული სახლის ნაცვლად სამინისტრო ახალი სახლის აშენებას დახპირდა. როგორც გიორგის მამიდა ეთერ ანწუხელიძე და და ხათუნა ანწუხელიძე ამბობენ, გიორგის დედის ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა რამდენიმე დღეში შეწყდა. უარი იყო. ესე იგი მთავრობიდან იყო უარი. დავით ბედიანიძეს დაურეკეთ და გითხრა რომ მშენებლობა შეწყვეტილიაო. დედი კომანდამდე გარდაიცვლებოდა იყო ეს მისული სახლი იყო საძირკველი იყო დამთავრებული. საძირკველის მერე მოხდა ეს ყველაფერი დავრეკეთ, გითხრეს რომ აუცილებლად გაგრძელდებოდა, მერე დავრეკეთ რომ დამთავრდა უკვე კრიშა და ალმატურა რომ დამთავრდა, მერე დავრეკეთ და მერე გითხრეს რომ შეწყდა და ანუ არაფერი არ იქნება, არაფრის იმედი არ გქონდეთ. როგორც ანწუხელიძეები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროში ისინი დავით ბედიანიძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც დაზუსტებით უთხრა რომ მშენებლობა შეწყვეტილია. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის განსაზღვრული თანხა 45,000 ლარი ანწუხელიძეების ანგარიშზე უკვე გადარიცხული იყო. როგორც ხათუნა ანწუხელიძე ამბობს, სამინისტროსგან სახლის მშენებლობისთვის მხოლოდ 28,000 ლარი გადაირიცხა. სამინისტრომ 15,000 ლარი ლილი ანწუხელიძის დაკრძალვის ხარჯებისთვის დამატებით გამოყო. 13,000 ლარი იყო პირველი რაც ჩაირიცხა დედიკოს, მერე იყო 10,000 ლარი გადმოურიცხეს სულ იყო 28,000 ლარი და 15,000 ლარი ჩაურიცხა სახელმწიფომ დედიკოს დაკრძალვის ხარჯები. სულ ეს იყო რაც იყო მთლიანი თანხა. მეტი არაფერი არ ყოფილა, 28,000 ლარი იყო სრულად ამ სახლზე გამოყოფილი. ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სახლის მშენებლობა 2014 წლის ივლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც სტიქიამ ძველი ორსართულიანი სახლის სახურავი დააზიანა. თავდაცვის სამინისტრო და ექსპერტთა ჯგუფი შეთანხმდა, რომ მხოლოდ სახურავის გამოცვლა საკმარისი არ იყო. ავარიული სახლის დანგრევა და ბელეტაჟზე აშენება გადაწყდა. უნდა გაეკეთებინათ კრიშა, რომ ჩაირიცხა 18,000 ლარი, მოხსნეს კრიშა და იყო კედლები ძალიან საშინელი მდგომარეობაში, მოიყვანეს ექსპერტი და არ ვარგაო ეს კედლები, აზრი არ აქვს რომ კრიშა და ისა დავაფაროთო და ამიტომ გადაწყვიტეს რომ დაედგათ ახალი ბელეტაჟი სახლი და სულ ეს იყო და შედგა პროექტი და დაიწყეს მშენებლობა. ხათუნა ანწუხელიძის თქმით, სახლის მშენებლობის პროცესში პრობლემები ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს არ შექმნილა. მიუხედავად იმისა, რომ ლილი ანწუხელიძეს ხშირად უწევდა სამინისტროში მისვლა, მშენებლობა მაინც გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით Fresh News-თან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ყველაფერი იყო ძალიან კარგად. მართალია ძალიან ხშირი წასვლა უწევდა რაღაცებზე ხელის მოწერა უნდოდა, მაგრამ ესეთი უარი პასუხი მართლა არ ყოფილა. და აი ამაზე გავგიჟდით, ამაზე იყო ჩვენი ძალიან საშინელი რეაქცია მქონდა მე პირადად, რომ სახლი აღარ გრძელდებოდა რა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შოკი. რატომ შეწყვიტა თავდაცვის სამინისტრომ მშენებლობის დაფინანსება? ამის გასარკვევად Fresh News-ი მინდია ჯანელიძის უწყებას დაუკავშირდა. თუმცა სამინისტროში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს და მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვაცნობეს, რომ ჩვენს კითხვებს პასუხს წერილობით გასცემდნენ. სამინისტროს პოზიციას წერილობით მოგაწვდი, მექნება თუ არა, მინდა რომ სრულყოფილად მოგაწოდო მთლიანი სურათი, მომწერე შენი მეილიც. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ჯანელიძის უწყებიდან Fresh News-მა ელექტრონული პოსტით წერილი მიიღო. წერილში კონკრეტულად არ არის ნახსენები აპირებს თუ არა სამინისტრო ანწუხელიძის სახლის მშენებლობის დასრულებას. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაღუპული სამხედროების ოჯახებზე ზრუნვაა და კანონის ფარგლებში მსგავსი ოჯახების დახმარება კვლავ გაგრძელდება. შეთანხმებისამებრ გიგზავნი თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახი დახმარების გარეშე არც ერთი ხელისუფლების დროს დარჩენილა.
ყოფილი ხელისუფლების დროს ოჯახს ახმეტის რაიონის სოფელ ზემოალვანში საცხოვრებელი სახლი აუშენდა. მეორე სახლის მშენებლობის ვალდებულება სამინისტროს არ აუღია, თუმცა ოჯახის მხრიდან შემოსული ყველა თხოვნა, რომელიც გულისხმობდა როგორც ფულად ისე სხვა სახის დახმარებას, კანონის ფარგლებში იდაკმაყოფილდა. 2014 წელს სამინისტრომ ოჯახს ჯამში 46,000 ლარი გადაურიცხა. სახელმწიფო კანონიერების ფარგლებში კვლავ აღმოუჩენს დახმარებას, როგორც გიორგი ანწუხარიძის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. წამების მიუხედავად მან ქართული ბატალიონების ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაცია არ გასცა, რის გამოც ცხინვალის მეხუთე სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მისი წამების ამსახველი კადრები ინტერნეტში მოგვიანებით გავრცელდა. 2008 წლის ნოემბრამდე ის უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. მას გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული.